კონფლიქტებს, აი სახლიდან თუ გადიხართ იმ პერიოდში, განსაკუთრებით გაფრთხილებთ, არ გინდათ პროვოკაციებზე არ წარმოიქოთ. სავსე მთვარეობა თვითონ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ჩვენ დავკავდეთ ერთგვარ თვითრეფლექსიით და ჩვენ შევისწავლოთ ჩვენი ფსიქოლოგიური ტრაუმები, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი ემოციები, ხო? იმიტომ რომ ეს არაცნობიერი მოდის წინა პლანზე, ეს მთვარე, ხო? მთვარის ენერგიები საკმაოდ აქტიურია ხოლმე და ძლიერი დღე არის საკმაოდ ენერგეტიკულად. ამიტომ ენერგეტიკული წმენდებისთვის ძალიან კარგი დღეა. აი შეგიძლიათ რომ დავუშვათ ილოცოთ ან იმედიტიროთ, ხო? ანუ გარკვეული წმენდითი პრაქტიკები ჩავატაროთ, ხლი დავალაგოთ, ეს გავიტანოთ სახლიდან, დავუშვათ, ხო? სორტირება მოვახდინოთ, რაღაცები ჩვენ სახლში რომ დაალაგდეს უფრო ენერგიები. ანუ სავსე მთვარეობას ჩვენ შეგვიძლია ნეგატივიც გავატანოთ და ამისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი. მაგრამ ამავდროულად აგრესიული ენერგიებია და მე გირჩევთ რომ მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს იმ პერიოდში.